მოგესალმებით ძვირფასი მეგობრებო, გიორგი რაზმაძეა თქვენთან ერთად ისევ მორიგ ვიდეოს წერ. დღეს ვისაუბრებთ საცირკულაციო ტუმბოებზე, გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემებისთვის. დღეს წინაშე არის პირველი სლაიდი, რომელიც გვიჩვენებს საცირკულაციო ტუმბოების ნაირსახეობებს. ჩვენ ვისაუბრებთ თითოეულ მათგანზე დღეს და მაქსიმალურად ვეცდები მოგაზრდოთ საჭირო ინფორმაცია. ჩვენ ერთი ვიდეო უკვე ჩაწერილი გვაქვს ტუმბოების შესახებ, თუმცა ის იყო ტუმბოების შერჩევა, დათვლა. ხოლო ამ ვიდეოში ვეცდებით უფრო ასე ვთქვათ მის კონსტრუქციულ მახასიათებლებზე, გამოყენების თავისებურებებზე ვისაუბროთ. მე თანდართულად, რა თქმა უნდა, მოგაწვდით დამატებით ვიდეოს, რომელზე ლინკი აქ არის და მოცემული და ასევე რა თქმა უნდა იქნება ვიდეოს ქვეშ აღწერით ნაწილში. მოგიწოდეთ ამ ვიდეოს უყუროთ, იმიტომ რომ ეს ვიდეო მოგცემთ ამომწურავ ინფორმაციას ყველაფერზე, რასაც სხვაგან ვერ მოისმენთ. დავიწყეთ მეგობრებო, პირველი ტუმბო რაც მინდა გავაკეთოთ, ეს არის გაჩვენოთ ტუმბოები, შიგნით რა ხდება ტუმბოებში. აი ასეთი არის ტუმბოები დაშლილ მდგომარეობაში. სხვა ნაწილებისგან შედგება, თითოეული ნაწილი აგერ წერია რა არის. პირველი არის корпуსი, რაშიც არის მთლიანად ტუმბო. შემდეგ არის ფრთები, რაც ატრიალებს წყალს და ჭირხნავს მას. ფრთებსა და ასე ვთქვათ, მის ძრავს შორის არის ისეთი მესამე ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სახურავს. ეს არის აუცილებლად განცალკევებული იქნას ფრთები ძრავისგან. კლემების ყუთია შემდეგ, აქ არის ელექტრო, ასე ვთქვათ, კლემები მოცემული, სადაც კვება ხდება ელექტროენერგიით ტუმბოსი და მისი ძრავის. შემდეგ შეიძლება მოყვებოდეს მე-6 ელექტროპლატა, ან შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული კონდენსატორი. რას ქვია ელექტროპლატა? ელექტროპლატა არის ჭკვიანი ტუმბოების დამახასიათებელი მოწყობილობა, რომელიც საზღვრავს რა სიჩქარე დაატრიალოს ეს ფრთები, თვითონ საზღვრავს. ჩვენ არ ვეუბნებით. ამიტომ არის ელექტროპლატა, ჭკვიანია, ესე ტვინი მისი. და ზემოდან ეხურება მე-7, ასე ვთქვათ, ზემოდან ეხურება სახურავი, ყუთის, კლემების ყუთის სახურავი. ვიმეორებ, ეს მე-6 შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. გააჩნია რომელ ტუმბოს დავაყენებ, ჭკვიანს თუ ვთქვათ მექანიკურს. საქართველოში ძირითადად მექანიკური გამოიყენება, იმიტომ რომ ჭკვიანი ძალიან ძვირი ის. თუმცა ეს მექანიკური საკმაოდ კარგია და ვერანაირად მას ასე ვთქვათ არ ვერჩიმათ. ხო. აი ეს არის რაც ხდება შიგნით. აი აქ კონდენსატორი რო დგება, აი გაჩვენებთ ახლა მე თქვენ, აი ნახეთ, აი ესეთი კონდენსატორი დგება, ესე სამი სიჩქარე შეგვიძლია გადართო გადმოხტო. ხოლო აი ამაში გადასართული-გამოსართულები არა აქვს, იმიტომ რომ თვითონ თრთავს როგორც უნდა. ეხლა ეს მექანიკურად როგორ გამოიყურება, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად როგორ გამოიყურება, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ ეხლა წყალი როგორ მოძრაობს მასში. ნახეთ, შემოვიდა ფრთებმა დაატრიალა, დაიჭირხნა, აქ შეიქმნა გაუხშოება, ანუ დაბალი წნევის არე, გაისროლა და აქ შეიქმნა მაღალი წნევის არე და გაისროლა იქით. აი ეს არის მთელი სისტემა. როგორც ხედავთ, აი ნახეთ, აი პირველი მესამე სიჩქარე, მეორე სიჩქარე, პირველი სიჩქარე, რომელზეც მინდა დავაყენებთ. თითოეულ მათგანს თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ აქვს სხვადასხვა მახასიათებლები. მე ვეცდები ახლა გაჩვენოთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თუ ტუმბოს რა მახასიათებლებზე ვსაუბრობთ ჩვენ? აი, ამაზე. აი, ის პირველი, მეორე, მესამე სიჩქარე რო იყო, ეს მახასიათებლებია პირველი სიჩქარის, ეს მეორე სიჩქარის, ეს მესამე სიჩქარე. და ჩვენ როდესაც ვითვლით ტუმბოებს, ყოველთვის მეორე სიჩქარეზე ვითვლით. რომ გქონდეს მოქნილობა, თუ დაგჭირდა გადავართოთ მესამე სიჩქარეზე, ან თუ დაგჭირდა გადავართოთ მეორე სიჩქარეზე. ჩვენ რომ დათვლის მეთოდები შემოგთავაზეთ, ისინი ყოველთვის ორიენტირებულია მეორე სიჩქარეზე. ამიტომ თქვენ ტუმბო უნდა დააყენოთ ყოველთვის მეორე სიჩქარეზე. აი ეს მინდოდა, ასე ვთქვათ, ტუმბოებზე მეთქვა. გავაგრძელოთ ტუმბოებზე საუბარი. ესე იგი ჩვენ დავგარდეთ ტუმბოების საქმე. წუთით. ხო.
ესე იგი აგერ ვართ და როგორც აღნიშნე, აი აქ იჭირხნება ეს ამბავი და გაისვრის მაღალ წნევაზე. აქ თქვენ ხედავთ, რომ აქვთ ჰაერ გამშვები. ეს ჰაერ გამშვებები იშვიათობაა პირდაპირ ტუმბოზე იყოს მაგრებული, თუმცა თანამედროვე ქვაბებში უკვე ტუმბოზე აქვს ავტომატური ჰაერ გამშვები. რას ნიშნავს ავტომატური? ნიშნავს, რომ თვითონ უშვებს ჰაერს. აქ გაჩვენებთ მე ჰაერ გამშვების შესახებ რა არის შიგნით და თუ მარტო აი ასეთ ტუმბოს იყიდით, ამას არა აქვს ჰაერ გამშვები. თუმცა აი აქ აქვს ესეთი ჭანჭიკი, ნახეთ, ხედავთ ჭანჭიკს. ამ ჭანჭიკს გადმოვატრიალებთ სახრახნისით და იგი გამოუშვებს ჰაერს და ცოტა ხანი დავტოვებთ ღიას, რომ გამოუშვას ჰაერი ბოლომდე დაიცალოს. როგორც კი წყალი წამოვა, მაშინვე გადავკეტავთ, რომ ჰაერი მაშინ აღარ არის. ეს მინდოდა მეთქვა. ასევე მინდა მოგაწოდოთ უნიშნულოვანი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დადგეს ტუმბო, საცირკულაციო ტუმბო. დაიმახსოვრეთ, ტუმბო უნდა დადგეს ისე, რომ იგი პირდაპირ მისი ცხვირი, აი ეს ნაწილი, იყოს ჰორიზონტალურად. ვერტიკალურად არ შეიძლება. ანუ როგორ შეიძლება დააყენოთ იმუშავებს ტუმბო, თუმცა მისი პარამეტრების 30% დაიკარგება, რადგან იგი გათვლილია მხოლოდ ჰორიზონტალურ დაყენებაზე. ანუ თუ ასეთ მდგომარეობაში დააყენეთ, ცხვირი უნდა გიყურებდეთ პირდაპირ თქვენ. თუ ასეთ მდგომარეობაში დააყენეთ, მაშინ ცხვირი უნდა იყურებოდეს გვერდზე ჰორიზონტალურად. დაიმახსოვრეთ. შემდეგი რაც საჭიროა, ეს არის რომ ტუმბოს აი ამ მხარეს, დამჭირხანავ მხარეს აუცილებლად უნდა დავაყენოთ ფილტრი. აბათ. შემდეგი ტუმბო, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის პატარა ტუმბო, რომელიც გამოიყენება ბოილერთან, ანუ ცხელწყალ მომარაგებაზე, რეცირკულაციაზე. დაიმახსოვრეთ. რა არის ეს ცირკულაცია და რა არის ბოილერი? ამას მოვალში მოგახსენებთ. თუ რას გულისხმობთ. თუმცა დაიმახსოვრეთ, რეცირკულაციის არის იგი, მას აქვს ლატუნის корпуსი და ლატუნის ფრთები. იმიტომ რომ იგი ყენდება სასმელ წყალზე, იმიტომ რომ კოროზიას ეთესად უმკლავდება, იმიტომ რომ ზოგადად გათვლილია აი ამ წნევებზე სამუშაოდ და ასე შემდეგ. შემდეგ მინდა გაჩვენოთ უკვე ჭკვიანი ნასოსები. ჭკვიანი ნასოსები. მე აღნიშნე ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჭკვიანია ნასოსი, რომელზეც სიჩქარეებს ხელით კი არ ვარეგულირებთ, არამედ თვითონ არეგულირებს. მას აქვს არაერთი რეჟიმი მუშაობის, რომელსაც ისე ცალ-ცალკე ვერ შევეხებით. მას შეუძლია ისე ვთქვათ განსაზღვროს რა სიჩქარეზე რამდენი რა რაოდენობის წყალი გადაკაჩოს, სისტემას თვითონ უწევს ადაპტაციას, თვითონ ეგრეთ წოდებული ავტოადაპტი აქვს რეჟიმები ხშირად, რომელიც როდესაც დააყენებ და თვითონ საზღვრავს რა დროს როგორ მოიქცეს, იდეალურად მუშაობს. ასე რომ მოგიწოდებთ, თუ ფული გაქვთ, იმიტომ რომ ძვირია, დააყენოთ ჭკვიანი ნასოსები. ყველა ის ტუმბო, რომელიც მე აქ რომელიც ვნახეთ, არის ძალიან ხარისხიანი ფირმის გრუნფოსის ნასოსები, რომელიც ძვირი ღირს, მაგრამ მუშაობს დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი, 15 წელი, 20 წელი, პრობლემა არ ექნება. ამიტომ მოგიწოდებთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ხარისხიანი ტუმბოები. გრუნფოსის ტუმბო არ არის ერთადერთი ხარისხიანი ტუმბო, არსებობს სხვა ძალიან კარგი ტუმბოები, ისეთი როგორც არის ვილო, დაბი, რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს. ძალიან ბევრი სხვა კარგი ტუმბო არის, რუსული კარგი ტუმბოები არის, უკრაინული კარგი ტუმბოები. თუმცა მე მაინც დასავლეთ ევროპას ვარჩევ და გირჩევთ იტალიური ტუმბოები გამოიყენეთ, გერმანული, შვედური ტუმბოები გამოიყენეთ. რადგან იგი ძალიან დიდხანი მოგემსახურებათ. ამ ყველაფერზე ინფორმაციას ნახავთ დამატებით ვეძახი, მაგრამ ისი არ გეგონა რაღაც მეორე ხარისხოვანი იყოს რა. უბრალოდ
მინდა ვთქვა რომ ალბათ ამ ვიდეოზე კარგი ვიდეო ეს არის მე უბრალოდ ჩემი მიზანი იყო რომ წვდომა გამეზარდა აი ამ ინფორმაციაზე და მათ შორის აი ამ ვიდეოზეც ახლა მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთ ტუმბოების აღნიშვნებზე ძირითად აღნიშვნებზე ერთი სიჩქარიანი ტუმბოები აღარ არსებობს ამიტომ წავშალე არც აი UPS-ი არის Grundfos-ის აღნიშვნა ყველა Grundfos-ისა აქვს თუმცა UPS ყველა მის რას ნიშნავს შეიძლება Grundfos-ი არ მოგცენ მაგრამ იციან რომ ეს არის სამ სიჩქარიანი საცირკულაციო ტუმბო რომელზეც მექანიკურად გადაურთავ სიჩქარეებს ეს არის ყველაზე პოპულარული გამძლე აი როგორც ვირია თავის შესაძლებლობებით მუშაობს და მუშაობს მეორე უკვე ჭკვიანი ტუმბოები ალფა ხაზი ეგრეთ წოდებული ალფა ხაზის არსებობს ალფას სხვადასხვა მოდიფიკაციები რომელზეც დამატებით ვიდეოებში ინფორმაცია ამიტომ ძალიან გთხოვთ გამოიყენოთ და უყუროთ UPA უკვე ცხელწყალმომარაგების ტუმბოებია და UPSD არის ორმაგი ტუმბოები ანუ UPS double აი ესეთები გაჩვენებთ მე თქვენ როგორებია UPSD აი UPSD ეს UPS ეს არ არის Grundfos-ის სხვა შორის ვილოა ძალიან კარგი ფირმა მაგრამ double არის რა შეჭირდება double იმიტომ რომ ხშირად ვთქვათ საჭიროა ხოლმე რომ ერთმა ტუმბომ დაისვენოს მეორემ იმუშაოს და ეს დიდ სისტემებზე გამოიყენება ნახეთ არა ხრახნული შეერთება აქვს ხრახნები არა აქვს არამედ ფლანცევოი შეერთება აქვს ძალიან დიდი გამოსასვლელი და გამოიყენება კორპუსის წყალმომარაგების რა ქვია გათბობისთვის თმომატარების მომარაგებისთვის კარგად იქნას ასე ვთქვათ გამოყენებული და ეს არის ის რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა დღეს მოდით შევაჯამებ და ვიდეო ჩავთვალოთ რომ ასე ვთქვათ თავისი როლი შეასრულა და იმედი მაქვს რომ სასარგებლო იყო დავიწყეთ პირველი საცირკულაციო ტუმბოები არსებობს სამსიჩქარიანი ორმაგი ბოილერისთვის და ჭკვიანები ესე გამოიყურება შიგნიდან სამსიჩქარიანი განსხვავება სამსიჩქარიან შორის აი ეს არის მხოლოდ ამის მაგივრად სიჩქარეების კოლოფი უყენია და მექანიკურად გადაირთვება, ხოლო ეს კი ჭკვიანია თვითონ გადართავს. შიგნით სქემატურად გამოიყურება ასე, აქედან ჭირხნება, აქ გაუხშოვებას ქმნის და გაიტყორცნება სისტემაში. აი სამსიჩქარიანი ამბავი. შეიძლება იყენოს ავტომატური თბო, ესა ჰაერ გამშვები. თუ არ უყენია, მაშინ აუცილებლად ეყენება აი ესეთი ჭანჭიკი, რომელიც უნდა გადმოატრიალოთ, რომ ჰაერი გამოუშვათ. დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება ტუმბოს დამონტაჟება ვერტიკალურად. ანუ ვერტიკალურად არ შეიძლება ცხვირი კონდეს, ეგრეთ წოდებული ვალი. ანუ ძრავი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჰორიზონტალურად. ხოლო დაჭირხვის ნაწილში აუცილებლად დააყენეთ ფილტრი. შემდეგი სლაიდმა გვაჩვენა ჩვენ პატარა ტუმბო UPA, რომელიც არის ბოილერთან რეცირკულაციაზე დასაყენებელი. შემდეგ ჭკვიანი ტუმბოები ვნახეთ. მე მოგიწოდეთ გეყურებინათ ვიდეოებისთვის და ბოლოს აღნიშვნები. ითეული როგორ არის რანაირად აღინიშნება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მოვალ შეხვედრამდე.